მოგესალმებით, ზურა ჯაფარიძეა, ჩვენი გადაცემის სტუმარი. ცხადია, ეს არ იქნება საუბრის მთავარი თემა, ვისაუბრებთ ბევრ სხვა აქტუალურ საკითხზე, მაგრამ მაინც მინდა ამ თემით დავიწყო. რა ამოცანა შეიძლება გქონდეს სულს, როდესაც აი ასეთი მიმოწერა, სადაც პირდაპირ ვეკითხებით, რომ დაიკითხა თუ არა, გქონდა თუ არა თურნავასთან დაკავშირებით კითხვების სულს, პროაქტიულად ამცნეს თავად საზოგადოებას. ხო, არ ვიცი, შეიძლება წყალი კონდეს მართლა შეყენებული და შეიძლება ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ უკვე ის რაღაც შავი საქმეები რის გაკეთებისთვის სჭირდებოდა კალატონი თურნავა უკვე გამოიყენა და ეხლა გამოცვალ საპირებს. ცხადია ეს არ იქნება, ან მიზეზი რის გამო შეიძლება გაუშვან თუ ეს მოხდება, ცხადია ეს არ იქნება დაკავშირებული კორუფციასთან რეალურად, როგორც ეს სხვა შემთხვევებში მოხდა, არამედ იქნება ის, რომ უბრალოდ აღარ ჭირდება ეხლა ამ წუთში. და შეიძლება ჩაანაცვლოს ნებისმიერი სხვა კადრით, რომელიც ასევე შეასრულებს მის დავალებებს. იქ სისტემური პრობლემა უფრო არის ვიდრე თვითონ თურნავას პრობლემა საერთის მხრივ, იმიტომ რომ თავის დროზე შეცვალეს გარკვეული ნორმატიული აქტები და ამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც საკუთარ ანგარიშებში წერდა, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მიეღო კოლეგიურ ორგანოს, ერთპიროვნად შეეძლო, შემდეგ თურნავას გადაეწყვიტა და მის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდიც წერდა, რომ ეროვნული ბანკი, რომელიც წესით უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო და ეს არის კონსტიტუციის განსაზღვრული, ვეღარ არის ეგეთი დამოუკიდებელი ორგანო და ამ დამოუკიდებლობას შეექმნა ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების გამო გარკვეული პრობლემები და ეს გრძელდებოდა თუ სწორად მახსოვს 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ამ სავალუტო ფონდის ანგარიშებში სულ იყო ხოლმე მითითება ამაზე. ეს ერთი პრობლემა არის, მეორე პრობლემა ცხადია არის ეს რაც გააკეთა შემდეგ თურნავა ფარცხალძესთან თქვენც იმაშიც იყო საუბარი ფარცხალძესთან დაკავშირებით, თუმცა ეგ არ არის ჩემი აზრით თავარი პრობლემა არის ის, რომ სინამდვილეში ეროვნული ბანკი არის დანამატი ამ შემთხვევაში დე ფაქტო მთავრობის და რასაც უნდა იმას აკეთებინებენ და მათ შორის ეს ინფლაციის პრობლემა, ფასების ზრდის პრობლემა, რომელზეც მოქალაქეები წუხან, ეს სწორედ მაქედან არის გამოწვეული. ამ კომისიაში მინიმუმ ხომ უნდა იყოს ახლა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, პრეზიდენტი. საქართველოს კანონმდებლობით ერთადერთი ეგეთი სტრუქტურა არის, რომელიც არის ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი, ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკი. ის კი არა უბრალოდ ერთადერთი არის, ერთადერთი მთავარი ფუნქცია, რაც აქვს ეროვნულ ბანკს, არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. მეორე დამატებითი ფუნქცია არის, შემდეგ უკვე ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა, მაგრამ პირველი ფუნქცია არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და მაგას ვერ ახერხებს და სინამდვილეში რასაც აკეთებენ ეს ხო გასაგებია, ხო პიარის ამბავი არის, ანუ ახალი წლის წინ ადამიანები აკეთებდნენ დანაზოგს იმისათვის, რომ ახალი წლის სუფრაზე ტრადიციულად რაღაცები დაელაგებინათ და ყოველას თავში ქონა წარმოადგენელი რა უნდა ყოფილიყო, იქ არ ვიცი გოზინაყი, ჩურჩხელა, არ ვიცი საცივი ვიღაცასთან, ვიღაცასთანიც, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ახალი წლის წინ ამ ადამიანებმა დანაზოგი რო გააკეთეს და შემდეგ გავიდნენ საყიდლებზე, აღმოჩნდა, რომ ფასები ისეთი გაზრდილი დახვდათ, რომ უბრალოდ ვერ შეავსეს სუფრა იმ ყველაფრით, ის უნდა შეევსოთ და ცხადია, ხა კოცების კვლევაში ამოვიდა ეს, რომ ადამიანები ამის გამო არიან გაბრაზებულები, რომ ფასები არის გაზრდილი. უბრალოდ აქ ჩანს დამოკიდებულება პირველ რიგში საკუთარი მხარდამჭერების მიმართ, საკუთარ მხარდამჭერებს მიიჩნევენ ისეთ უტვინო არსებებად და უგუნო არსებებად, რომ მათთვის საკმარისი იქნება გამოცხადება, რომ ეხლა ჩვენ რაღაცა ის პრობლემა შევნიშნეთ და რაღაცა კომისია შევქმნით, რომელიც ამას გამოიძიებს და დავადგენთ ვინ არიან დამნაშავეები. იმაში რომ სუფრაზე არა გაქვთ საცივი ან არა გაქვთ გოზინაყი ან რაღაცა გამოგრჩათ, არ ვიცი, ნიბზიანი, ბადრიჯანი თუ რაღაცა ვერა გაქვთ. დამნაშავე ცხადი არის ეროვნული ბანკი, თავარი დამნაშავე არის, არის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი და არავინ სხვა, მაგრამ ამას ვერ აკეთებს, იმიტომ არის გადაქცეული წლების განმავლობაში მთავრობის დე ფაქტო მთავრობის ამ შემთხვევაში დანამატად და მთავრობას ოდესაც ჭირდება დამატებით ფულის წყარო არის უბრალოდ ეროვნული ბანკი. თავის დროზე საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა ბენდუქიძემ ჯერ კიდევ რომ ეროვნულ ბანკს არ ქონდა, არ აქვს პირდაპირ ფულის მიცემის უფლება იმაზე მთავრობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში დე ფაქტო მთავრობა რასაც აკეთებს არის ის, რომ როცა ჭირდება ფული იღებს კომერციული ბანკები და შემდეგ კომერციული ბანკებს აძლევს ფულს ეროვნული ბანკი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული როგორც ბანკთა ბანკი. ეგ სისტემა ზოგადად დასაშლელია და მოსაშლელია და მანამ სანამ ეგ სისტემა არსებობს ეგ რისკები ყოველთვის არსებობს, მაგრამ პასუხისმგებელი არის ცალსახად არის ეროვნული ბანკი. დანარჩენი ყველაფერი არის ბოდო, ეს არის პიარი, რომ ვითომ ოპოზიციისკენ ჩვენ გავიგეთ ხალხო თქვენი რაღაცა წუხილები და ეხლა კომისია შექმნით ამას გამოიძიეთ. ხო და აქ ანუ პროპაგანდას თუ დავაკვირდებით, ჩვენ არ გვინდა რომ ფასები იყოს დაბალი. ეგ ცალკე ბოდოა არის და ცალკე პროპაგანდას თუ მოусმენთ, აი ესეთ კონსტრუქციას აწყობს ახლა ქართული ოცნება, რომელსაც ძალაუფლება
ძალაუფლება აქვს 14 წელი ძალაუფლება აქვს ხელში, რომელიც მოვიდა ფასების დაწევის, ტარიფების შემცირების მათ შორის დაპირებით, ბენზინიდან ლარი მიქონდა თითქოს სააკაშვილს ჯიბეში, დღეს შეიკრიბა ეს კომისია. დღეს შეიკრიბა ეს კომისია, რომელიც კობახიძემ შექმნა ფასების დაწევაზე რომ უნდა ისრულნოს. ერთდროულად სამი მიმართულებით შეუტიეს. მდინარეზე სუსითი ძიებს კომისია აქვს კობახიძეს და ეგრეთ წოდებული პარლამენტი სულ მალე დაიწყებს ბრძოლებას და ამ დღევანდელ შეკრებაზე გადაწყდა რომ საწვავის და მედიკამენტების ფასებზეც უნდა იმსჯელონ. ოღონდ ანონსიც კი იძლევა იმის განცდას, რომ აქაც კვალი მივა ოპოზიციამდე. აი ეს ერთი ლარი სად მიდის? მათქო რა, ერთი რომ ზოგადად კიდე გავიმეორებ, ზოგადად ფასების ზრდაზე ყოველთვის პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი ჩვენთან კანონმდებლობით, მაგრამ ზოგადადაც ანუ ეროვნული ბანკი ბეჭდავს ჰაერიდან ფულს. არ დაბეჭდავს ეროვნული ბანკი ჰაერიდან ფულს და ფასები ვერ გაიზრდება. შეუძლია ესე დაასტაბილუროს, შეუძლია პირიქით უარი საპირისპირო მიმართულებითაც წაიყვანოს და ფული, ვისაც აქვს სტაბილური შემოსავალი ლარში, უფრო მეტსაც იყიდის შემდეგ თვეში, ვიდრე აქამდე ყიდულობს, ესეც შეუძლია ეროვნული ბანკს გააკეთოს. თავიდან მომდე მაგაზია. მაგის მიღმა კონკრეტულ რაღაცა პროდუქტებთან ან მომსახურების რომელიღაც სფეროსთან მიმართებაში შესაძლებელია კი რომ ბაზარზე არსებობს რაღაცას კონდეს დომინანტი, როგორც მონოპოლიურ მდგომარეობას ეძახიან, მაგრამ ეგ როგორ წარმოდგენიათ ამ ქვეყანაში, ანუ ეგეთები თუ არსებობენ ეგენი არიან ვიღაცა ბობოლა კოცები, რომლებიც შეკრული არიან მთავრობასთან აქ დალაგებული, ვიღაცა პარლამენტარი იქნება, ან ვიღაცა არის ორი პარლამენტარი ერთად არის პარლამენტარის ძმა, ან ვიღაცა რომელსაც შეიძლება დალაგებული კონდეს ისევ კოცებთან, რომ იმ ბაზარზე კონკრეტულად არ უშვებენ ვიღაცებს, აწვალებენ, არ აძლევენ იმპორტის საშუალებას, ან არ აძლევენ რაღაცის ლიცენზიას, ან ნებართვას რაღაცას და ამის გამო ვიღაცას აქვს დომინანტი პოზიცია მოპოვებული და ამითი შეუძლია რომ რაღაცა პერიოდი მაინც ფასი შეინარჩუნოს მაღალი და რაღაცა უფრო მაღალი მოგებანახოს ვიდრე თავისუფალი ბაზის პირობებში ნახავდა, მაგრამ ეგ შეიძლება გააკეთოს მარტო ისეთმა ვიღაცამ, ვისაც დალაგებული აქვს ამ ქვეყანაში კონკრეტულად ბიძინასთან, ანუ მაგას ვერ დაალაგებ დაჟე კობახიძესთანაც კი არის კონკრეტულად ბიძინასთან თუ აქვს დალაგებული, ბიძინამ კარბლანში მიცა და უთხრა რომ აი ეს სფერო არის შენი სფერო, არ მინდა რომ ეს სფერო დავასახელო, არ მინდა ვიღაცას რაღაცას, მაგრამ მარტო მაგ შემთხვევაში დასახელებას შეძლებდით თავისუფლად. რომელიც არ უნდა დაასახელოს საბოლოოში ეგეთი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ მარტო მაგ შემთხვევაში შეიძლება მან დრას იძიებს, ანუ კობახიძე მიადგება ეხლა და არ ვიცი ბიძინას ვიღაცა ოჯახის წევრს ან ვიღაცას ამოუგდებს რაღაც ვინმეს ჯერა, რომ სიტყვაზე ბიძინას ძმას თუ რაღაცა აქ დალაგებული ბიძინასთან რომელიღაც სფეროში რაღაცა ის აქვს, კობახიძე ან დინარაძე რამეს უზავენ იმას, ხო მაგის შანსი არ არის. ამიტომ ვიძახე რომ თავიდან ბოლომდე არის პიარი, უბრალოდ საკუთარ ხარდამჭერებს თვლიან ისეთ ტოლუება, ტროგლოდიტებად, რომ იმათ ეხლა აუხსნა რომ სინამდვილეში ფასები ქვეყანაში მაღალი ეს არის ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა და კანონმდებლობაში ესე წერია, ან ის რომ ვიღაცასთან დალაგებული ეს ზედმეტად რთულია, ისინი არის უტვინოები და ამიტომ მოდი მარტივად უთხრათ რომ ჩვენ გავიგეთ რომ ესეთი პრობლემა არსებობს, მივიტარეთ გულთან ახლოს ეს მათი წუხილი, აი როგორც სტალინს მიქონდა გულთან ახლოს ხალხის წუხილი და ეხლა ამაზე დავიწყეთ გამოძიება, არის თავიდან მომდე პიარი მეტი არაფერი და ეს ადამიანები ხა ვიღაცები რაღაცა ესეთი რაღაცა იმის თვალებით უყურებენ და ელოდებიან რომ ნეტა რამეს გამოძიება არ დავასახელებ კონკრეტულ კომპანიას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულია ეს კომპანია, რომლის კიტრი და პომიდორი ბაზარზე ყველაზე ძვირია. მაგის თქმა მინდა რომ ზოგადად ფასების სტაბილიზაცია არის, მაგრამ თუ რომელიღაც კონკრეტულ პროდუქტთან ან კონკრეტულ იმასთან მიმართებაში ვინმე შეიძლება ახერხებდეს ბაზარზე დომინანტი პოზიციის შენარჩუნებას, ეს ნიშნავს რომ უბრალოდ ბაზარი ჩაკეტა, ბიძინამ ჩააკეტინა, ბარტო ბიძინასთან დალაგებით ხდება ეგეთი რაღაცა და ამ ბაზარზე ვიღაცები ვერ შედიან რომ თავისუფალ კონკურენციაში ის იძულებული გახდეს რომ ფასი დაწევს, ანუ სიტყვაზე მე თუ შემომაკ პირობითად ეს არ ვიცი რაღაცა პროდუქტია, სხვას არავის არ აძლევენ საშუალებას რომ შემოიტანონ ეს პროდუქტი, ან უჩერებენ რაღაც იმაზე საზღვარზე ერთხელ გაუჩერეს და გაუფშტა პროდუქცია პირობითად და მეტი აღარ სიობს რომ შემოიტანოს და ყველა მიცის რომ ამ სფეროში არის ვიღაცა ტიპი რომელსაც დალაგებული აქვს ბიზნესთან და ეს სფერო არის ჩაბარებული მასზე, მხოლოდ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცამ შეინარჩუნოს ხანგრძლივად დომინანტი პოზიცია და კონდეს ამას გავლენა ფაზე. სხვა შემთხვევაში თუ ბაზარი თავისუფალი არის, ყველა ვისაც უნდა როგორც კი ვიღაცა იმუშავებს მაღალ მოგების მარჟაზე, ვიღაცები აუცილებლად შემოწვიდებიან და კონკურენციის პირობებში დროთა განმავლობაში მას მოუწევს ფასის დაწევა. ეს მუშაობს თავისუფალი ბაზარი. თუ არ არის თავისუფალი ბაზარი, არ არის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, ვიღაცას აქვს ბიზნესთან დალაგებული და თუ ბიზნესთან აქვს დალაგებული, დინარაძე და კობახიძე სულ ტრუსებიდან ამოხტენ, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ანუ ეს უნდა ესმოდეს ყველაზე უტვინო კოდ სამორჩეველსაც კი. და კიდევ ერთი საკითხი, რაც ეგრეთ წოდებულ ბრძოლად არის შეფასებული კორუფციასთან, ამასაც უნდა შევეხოთ. ან თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც აი არ მახსოვს ალბათ ყოველდღე თუ არა დღე გამოშვებით ღარიბაშვილთან დაკავშირებით ითხოვდით
მისი შვილის ჩარტერის გადახდის ხვითარს. კალენდარში ყველა ჩანიშნოთ ერთხელ პოსტავდი მაგ თემაზე და იმიტომ რომ პირველად როცა ეგ ამბავი გასკდა, მე უითხოვე მაშინ რომ კონკრეტული დოკუმენტები დადეთ მეთქი რა. მაშინ ხო პასუხი რა გაქვს ეს რომ გამოიყვანეს. ბაბუამ გადაიხადა ფული. კი, გამოიყვანეს ის სახელმწიფო დაწესების რა ქვია, ბატონი ანზორი გამოიყვანეს, რომელმაც თქვა რომ ეს ყველაფერი წესრიგში იყო და რაღაცაო მართლა მამამისმა გადაიხადა ეს ისაო და მე რაც მოვითხოვე იყო ის რომ ოკეი მანახეთ რავი. მანახეთ საბანკო გადარიცხვის ის რა მარტივია, არ მოიღე სადაც ღარიბაშვილის მამა აკეთებს გადარიცხვას და შეაქ რაღაცა 32000 ევრო თუ რაღაცაზე იყო ლაპარაკი, ან ეს მანახეთ და მაშინ თქვენს არაო ქეშითო მე რომ მოვითხოვე ეს მე თქვენს არაო ქეში გადაიხადაო და მე ვიტყოდი რომ ოკეი მაშინ მანახეთ რაღაც სალარო შემოსავლის ორდერი, მანახეთ ვიდეო კაიმის კამერის ჩანაწერები როგორ შედის ღარიბაშვილის მამა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაში, ხო, ჩემოდნით ამ პარკით რაღაც ისო დავიჯერო მართლა შევიდა და რაღაცა, კაი, შეიძლება პარკში არ ჩანდეს რა არის, მაგრამ თუ კადრი არის, დავიჯერებ რომ ფული შეიტანა, მაგრამ მე თქვენს რომ გამოძება მიმდინარეობს რაღაც ამ ყველაფერზეო და დროთა განმავლობაში ყველაფერს გავასაჯარებთ და მაგის მერე დავიწყრო თვეში ერთხელ პოსტაზე ცხადია რა იმაზე არის ლაპარაკი. ღარიბაშვილის დაიჭირეს რომ ეს საკითხი თვითონ არ ყოფილა. მილიონი აქვს წაღებული რა კორუფცია. ეს თითქოს ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა. არ გაგვიგია საგამოძიებო უწყებებიდან ბევრი ის თემა, რაზეც საგამოძიებო სიუჟეტებიც მომზადდა და საზოგადოება ბევრი წელი ეთხოვს პასუხს სწორედ კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით. აი, რითი ახსნით, რა ლოგიკით ხელმძღვანელობს ახლა ბიძინა, როდესაც იჭერს ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, აი შესაძლოა. ლილუაშვილი ღარიბაშვილის შემთხვევაში ერთადერთი ლოგიკა არის ჩემს რა კორუფცია შეჭმული აქვს ყველაფერი და მათ შორის კონკრეტული ადამიანები არსებობენ, რომელზეც რა ვიცი, ფართოდ გავრცელებული აზრი არის, რომ ღარიბაშვილზე ბევრად მეტი აქვს ნაჭამი, მათ შორის ქალაქ თბილისის მერი, რომელზეც ასევე არის ხა გავრცელებული მოარული ის არის, რომ რაღაც მასას წყალი აქვს შეყენებული. ხოლმე ერთი ის არის, რომ ისინი ზომავენ და ხედავენ, რომ მათი პროპაგანდა გარკვეულ ბაბლზე მუშაობს, მაგრამ იმ ბაბლის მიღმა არ მუშაობს, ადამიანები არიან ძალიან გაბრაზებულები, ბევრი მიზეზების გამო, მათ შორის ხადე ერთ-ერთი არის ფასების დაც, თუმცა ფასების დის გარდაც არის ბრაზი. ბრაზის გარდა არის ის, რომ ამ ქვეყანაში დღეს პრაქტიკულად ყველა უბედურია, ქოცებიც კი უბედურები არიან, იმიტომ რომ ვერავინ პერსპექტივას და ვერავინ მოვალს ვერ ხედავს ამ ქვეყანაში და მაგის გამო გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან. ამას ისინი ყველაფერს ხედავენ ყოველ მოპარულ ფულსაც ვეღარ გამოაჩენენ. მოპარულ ფულს ვიღაცები აჩენენ, რაღაც ზღვარი გადალახეს და უკვე მაგაში ჩემი აზრით ჩეჩნეს დავემსგავსეთ, რომ უკვე ღიად იძახია, რომ ჩვენ ფულს ვიპარავთ, ჩვენ სასახლეებში ცხოვრობთ, ჩვენ მაზერატებით და პორშეებით დავდივართ და ფეხზეც ვკიდია, თუ გამոխვალ და ამას გავაპროტესტებთ და გალეწავთ თავყობას, ეს არის მათი მესიჯი, რაც არის ჩვეულებრივი კადიროშინას რო ვიძახთ, რომ კადიროშინას დადგება თქო, სადღაც მან და არიან უკვე მისულები, რომ უკვე აღარ ეზარებათ უკვე დამალო, რატო უნდა ვმალო, რა მინდა და ვცხოვრობ ესე, სადღაც მან და არიან მისულები, მაგრამ მიზეზი არის ის, რომ ესეთ როდესაც მოსახლეობაში ხედავენ, რომ ესეთი ივანიშვილი და რუსები ხედავენ, რომ ესეთი განწყობა არის, ნებისმიერი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც შეება ქონდეს დიდი ფინანსური რესურსი, მათთვის წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს და ნუ რავი, ახლა ძალიან ბევრი აქვს მოპარული კი, ასობით მილიონებზე არის ლაპარაკი, როცა საუბარი არის ესეთ ყოფილ ქოც მაღალჩინოსნებზე, რომელსაც ეს ფული აქვს წაღებული და ეს იციან რუსებმა, იციან ბიცის ბიძინამას და ამაში ხედავენ საფრთხეს და ამიტომ რაღაც ამ კერების პრევენციულად ჩაკვაზე არის ლაპარაკი, მეტი არაფერზე რა კორუფცია, რის კორუფცია. ხათაშორის თურნავაზე როცა არის ხოლმე საუბარი, მარტო ის არ არის, რომ რაღაცა ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. მე არც ვიცი სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრს არ ლაპარაკობენ, მაგრამ ჩემი აზრით სალაპარაკო მე არც ვიცი, არ მსმენია ყოველ შემთხვევაში, რომელიმე ქვეყანაში ესეთი პრეცედენტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არის პასუხისმგებელი მათ შორის გარდა ფასებისა და ეს არის მეორე ფუნქცია და მეტი ფუნქცია ეროვნულ ბანკს არ აქვს ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე, იმდენად არენდობა იმ სისტემას, რომელიც სტაბილურობაზე თვითონ არის პასუხისმგებელი, რომ ქეშად ინახავს $500,000 ბანკის სეიფში. ანუ დაფიქრდეთ, რაზე არის ლაპარაკი, რომ ანუ ბანკის ანგარიშზე ხო შეიძლება დადოს $500,000 არის ლაპარაკი, რომ რაც დეკლარაციიდან ჩანს. ანგარიშზე რომ დადო და გააყინო უბრალოდ, ანუ ყოველ წლის ბოლოს რაღაცა პროცენტი დაგერიცხება, ანუ ნებისმიერი კომერციული ბანკი საქართველოში სიხარული დაიდებს და დაგერიცხავს რაღაცა პროცენტს. ეხლა შეიძლება უკეთესი ინვესტირების საშუალებაც იყოს, რომ სადღაც სხვაგან ჩადო და მაინც არ გააჩერო ქართ, მაგრამ ანუ იმდენად არენდობა ამ საბანკოზე ანგარიშზე დადებას ურჩევნია ქეშედო სეიფში. ეს მათ შორის იმას აჩვენებს, რომ ანუ ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაცა ისეთი მოხდეს, რომ ეს ქეში შეიძლება დაჭირდეს. ანუ არ უღირს, რომ ეს ფული ჩადოს პირობითად ვიზახი ტესლას აქციებში. არ უღირს, რომ ეს ფული ჩადოს სადღაც რაღაცა ბიზნესში, უცხოეთში, არ უღირს, რომ ეს ფული ჩადოს ქართულ ბანკის ანგარიშზე, დეპოზიტზე დადოს. ანუ ეს ყველაფერი მიაჩნია რისკად და უჩვენია, შეფიქროს, რომ შეიძლება ისეთი დრო დაუდგეს, რომ ქეში დაჭირდეს და უნდა შევარდეს სადღაც ბანკში
სეიფი გააღოს, გამოიღოს ეს ქეში და ამ ქეშის ხარჯვა დაიწყოს. ანუ ხო წარმოგიდგენთ რამდენად, ანუ ეს რა აი რომელიმე სიმპტომატურ საკითხს შეეხეთ, იმიტომ რომ დეკლარაციებში რომ ჩაიხედოთ, ბევრ და ჩახედული გაქვთ ცხადია მაყურებელს ვეუბნები, რომ ჩაიხედოთ დეკლარაციებში, ანუ ძალიან ბევრ პროკურორს, მოსამართლეს, მაღალი თანამდებობის პირს ნახავთ, რომელიც ნაღად ფულს ინახავს. იგი არ მაგაცინახავს ზოგადი ტენდენცია არის, მაგრამ ამას როცაკეთებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეს რა სიგნალია, ანუ თავიანთ იმათ ხარდამჭერებს ტვინი რომ დაუბნელეს იმ ხარდამჭერებს რო ეუნებიან რომ ჩვენ კარგი ქვეყანა ვართ და რაღაცა არ ვიცი ეკონომიკა იზრდება და ხალხს აინტერესებს ვითომ აქ ჩამოსვა და ფულის ჩადება და რაღაცები, ეს რა სიგნალია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ სეიფში ინახავს ფულს ბანკის სეიფში, ეს ხო სიგნალია ნებისმიერი პოტენციური ინვესტორისთვის ვინც შევა ამ ქვეყანაში ფული ჩადოს რომ ამ ქვეყანაში ფული არ ჩაიდება, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ ენდობა ფინანსურ სისტემას. ისე რომ სეიფში ინახავს ფულს ვინ ჩადებს, ანუ ხო წავიდე რა რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ და ამაზე არ ვლაპარაკობთ რომ ვინ შეიძლება აქ შემოვიდეს და ფული რამეში ჩადოს, გარდა არ ვიცი ხა იმისი რუსებისა, რომელსაც ფულის ჩასადების სხვა ადგილები არ აქვს, იმიტომ რომ დასანქცირებულები არიან და შეიძლება აქ რაღაც გათეთრების ამბავში რაღაცა შეიძლება ფული დაავანოთ, თორე ანუ წარმოუდგენელი რეალობა არის. ანუ მე მართლა არ ვიცი ეგეთი პრეცედენტი სადმე არსებულა თუ არა, რაღაცა უნიკალურ ამბავთან გვაქვს შეხება, რომ რა ვიცი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფულს ინახავს ბანკის სეიფში. ძალიან ბევრი აბსურდული რამ ხდება და ერთ-ერთი მათგანი ამ 2 დღის განმავლობაში რაც კი მოვისმინე არის ის რომ შეწყალების აქტთან დაკავშირებით ზოგი კითხულობდა კიდეც ღარიბაშვილი ხომ არ იქნება სიაში. ანუ ისე მოაწყვეს საკითხი, ისეთი ტერორი, ფსიქოლოგიური ომი მოუწყვეს უკანონოდ დაკავებულ პატიმრებს და მათ ოჯახებს და მეორეს მხრივ შექმნეს ეს განცდა რომ შეიძლება დალაგდეს ღარიბაშვილი ციხიდან კიდევ ივანიშვილთან და შეწყალების აქტში 2 დღის წინ დაჭერილი ღარიბაშვილი ყოფილიყო. აი ამ თელმა ამ პერიპეტიამ რა გაფიქრებინათ თქვენ როგორც უკანონოდ დაკავებულ ყოფილ პატიმარს აი ამ თვალით მინდა. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში თუ კი ვინმე მე მკითხა, მათ შორის რუსთაველზე აქციის დროს ან ისე, ვინცე მეკითხებოდა რომ რაღაცა შეწყალებას ველოდები თუ არა, ჩემი პასუხი ყველასთან იყო ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი რომ მაკითხვას თუ სვამს ადამიანი, ესე იგი ჯერ კიდე არ აქვს ბოლომდე გააზრებული ვისთან გვაქვს საქმე. როგორც გაიაზრებ რომ მეორე მხარეს არის რუსეთი და რუსული ძალა, ეკითხვა არ გაგიჩნდება, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში გესმის იქიდან რა ბუნების მატარებელია ეს ძალა. და არანაირი შეწყალება არ იქნებოდა არც პოლიტპატიმრების და არც ინდის პატიმრების იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსები ეგეთ ქცევას თვლიან, რომ ოპონენტმა შეიძლება ჩათვალოს ეს შენ სისუსტე და ამიტომ ეგეთი რაღაცა ემპათიური და ემპათიით სავსე რაღაცა ნაბიჯები უბრალოდ არ იძინება რუსების მხრიდან. ამიტომ მე არ ვიცი ვის ქონდა მოლოდინი და რატო გააღვივეს ეს მოლოდინი. გასაგებია რომ ქოცები მაგას აღვივებდნენ თავისი რაღაცა უცნობის რაღაცა გამოხტომი და რაღაცებით, მაგრამ აქეთა მხარესაც რატო გააღვივეს ეს მოლოდინი, რომ შეიძლება ვინმე შეეწყალებინათ, მე უბრალოდ არ ვიცი. ბოლო წამამდეც კი მას შორის მას შემდეგ რაც კიდე გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს ზიამაღლობელი შეიწყალესო, ჩემი პოზიცია და ჩემ გარემოცვასთან იყო ეს, რომ რავი 99% ეგ იქნება ტყუილი, იმიტომ რომ მე უბრალოდ არ მჯეროდა რომ ესენ ეგეთ რაღაცას გააკეთებდნენ, იმიტომ რომ კიდე გავიმეორებ რომ რუსები ეგეთ რაღაცებს არ აკეთებენ. ამიტომ რაღაცა შეწყალების და იქიდან რაღაცა არ ვიცი კეთილი რაღაცა უცებ ბუნების გამოვლენა არ მოხდება ეგეთი რაღაცები. ანუ აქ ალბათ ლაპარაკი იყო რომ რაიმე გათვლით ივანიშვილს ეს ხომ არ სჭირდებოდა, არ ვიცი რა იხარშება მათ თავში ზაზა შათირიშვილის წერილს თუ წავიკითხავთ. ეგეც არის ჩემი აზრით სტარი რაღაცა, ანუ ჭირდებოდა. რა სიგნალებს აგზავნიან ვაშინგტონში, მოსკოვში, ბრიუსელში ძალიან რთული ამ ლაბირინთებში გაერკვე. არანაირ სიგნალებს არ აგზავნიან, გარდა იმისა, რაც არის სიგნალები, რაც ყველამ ვიცით, რომ რაღაც რუსეთს დღეს ჭირდება, რომ საქართველოს იყოს პოლიტიკურ იზოლაციაში, ამიტომ დედის გინება დასავლეთის მიმართ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკურ იზოლაციაში და დავრჩებით კიდევ უფრო ან შევალთ კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ იზოლაციაში. ამის პერიოდით იქნება რაღაცა სიგნალები, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველოს არ მოხდეს ეკონომიკურ იზოლაციაში დასავლეთთან, იმიტომ რომ სანამ რუსეთი არის დასანქცირებული, რუსეთს ჭირდება, რომ ჩვენ ვიყოთ შავი ხვრელი და აქედან დასანქცირებული რაღაცები რუსეთში შევიდე. როგორც კი თუ დადგება ის რეალობა, რომ რუსეთის სანქციები აღარ იქნება, მაგ შემთხვევაში რუსეთის ინტერესში აღარ იქნება, მაგ შემთხვევაში რუსეთის ინტერესი იქნება, რომ ჩვენც მოვყვეთ ეკონომიკურ იზოლაციაში და პირიქით მარტო მას მივებად, ეს იქნება ამათი სტრატეგია, მაგრამ აწყობდა
პოლიტიკურად ივანიშვილს ან რუსებს აქ რაღაცა ეგეთი კეთილი რაღაცები გააკეთონ, ეგ ნიშნავს, რომ მაშინ კიდე არ გვესმის საბოლოო ჯამში ისინი ძალაუფლებას როგორ ინარჩუნებენ და თითქოს უშვებთ იმას, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განწყობები როგორი იქნება და მათთვის მნიშვნელოვანი აღარ არის საზოგადოებრივი განწყობები, იმიტომ რომ მათ გააუქმეს ამ ქვეყანაში არჩევნები. ამიტომ განწყობები როგორი იქნება მათ არ მათ ადადებთ, რომ ეს ბაბლი რომელიც ყავთ დაახლოებით 1/3, ნუ 30%-ში ცოტა მეტი, ეს ბაბლი შეინარჩუნონ და ამ ბაბლს ინარჩუნებენ იმედით და პოზიტივის პროპაგანდა პლუს ფული ტყავთ ეს ხალხი მობუნდა პლუს დაშინებული ყავთ რომ იქაც არიან ვიღაცებისაც არ უნდათ, მაგრამ იძულებული არიან რომ მათ იყვნენ, იმიტომ რომ ეშინიათ და ეს არის მათი და ამის იქით დანარჩენს ისინი აორგანიზებენ. ისე რომ წკეპით და მათრახი და ასე შემდეგ და ხალხი ქუჩაში გამოვა ფეხზე კიდეათ იძახიან დაგამტრევ თაყვას. გარედან კრიტიკა იქნება ფეხზე კიდეათ შეტრიალდებიან, იქით აგინებენ დედას და ანუ რაში აი ეს აწყობდა კითხვა სადამ დედადის მაგას ვერ ხვდები. ეგეთ რაღაცებზე რეჟიმი სენსიტიური იყო, მანამ სანამ აქამდე მოახდენდა კონსოლიდებას. ეხლა მათი ძალაუფლება იმდენად კონსოლიდირებულია, რომ ისინი ეგეთ რაღაცებს ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევენ. მათ მიერ ვიამოლოდინის შექმნა და რაღაც დაანონსება პროპაგანდისტებისა თუ ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან რას ემსახურებოდა? არაფერი დახატეს ისევ სურათი, რომ აქედან თითქოს ვიღაცები ელოდებიან იმ ინსტიტუტებისგან და ამ შემთხვევაში პრეზიდენტზე არის საუბარი, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ და არალეგიტიმურად თვლით, რომ აი რაღაცა თითქოს ესე ირიბათ იმის გამო, რომ ველოდებით იმათგან შეწყალებას, თითქოს მათ ლეგიტიმურობას ირიბათ ცნობ. ეგ უნდოდა და მეტი არა და ამაში ამის გამო ფეხზე დაიკიდეს და ხო გააწვალეს, გაუღვივეს იმედები ოჯახის წევრებს, გააუბედურეს კიდევ უფრო მეტად, დაღალეს ღამეები ათენებინეს, ეს რაღაცები ამ კატეგორიებით ისინი არ აზროვნებენ, მარტო აზროვნებენ იმ გაგაშო, გვაწყობს თუ დავხატავთ სურათ, რომ აი ეს დაჩაგრული ვიღაცეები, რომლებიც არ აღიარებენ ჩვენ ლეგიტიმურობას, აი იძულებული არიან, რომ ეხლა აღიარონ ჩვენ ლეგიტიმურობას. ეგ არის და ეგ მეტი აი ამაში გაცვალეს ეს რაღაცა საზიზღრობა და ბოროტება, რომელიც აუტანელი სანახავი იყო. ხო და ბევრმა გახსენათ სხვათა შორის გუშინ მე თვითონაც ვიყავი გლდანში მშობლები რომ მოვიდნენ ერთ-ერთი მოტივი ის იყო რომ არავის არ ჯეროდა ცხადია მაგრამ ვაიდა გამოუშვა ცივში როგორც ზურა ჯაფარიძე ქურთუკი მაინც დავახვედროთო მაყურებელს ვეთყვი რომ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ ზურა ჯაფარიძესთან საუბარს და ისე ვერ გაგიშვებ წუთიდან ცხადია თუ არ გკითხავთ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას გამოსავალიდაში გვეშველება რამე ერთობა. ერთობა ის თემაა, რაც რისი მომხრეც თქვენ ძალიან დიდი ხანია ხართ. თქვენი საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ უნდა გაცნობოდით ვითარებას, ვიცი რომ შეცვლილი მოცემულობები დაგხვდათ, რა შანსი აქვს რესურსების გაერთიანებას, გაძლიერებას პროტესტის რა დაინახეთ ამ დრომდე? ჩემს ბევრად მეტი შანსები არის, ვიდრე იყო მანამ, რა ვიცი, თუნდაც თვეების წინ. ამ წუთებში დღესაც იყო საკოორდინაციო შეხვედრები ცალკე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომელსაც მე ვერ ვესწრებოდი, მაგრამ მეორე შეხვედრაზე ვიყავი, სადაც სამოქალაქო ჯგუფების რაღაცა დიდი შეხვედრა იყო. დავი დისკუსიები არის, ბევრი რაღაც ტექნიკური დეტალები არის, მაგრამ რა ვიცი, ცალსახად შემიძლია თქვა, რომ იმის გააზრება, რომ რაღაც ძალების გაერთიანების გარეშე არ გამოვა, არაფერი, ეგ არის არსებობს და ეხლა მაგის გამოა სწორედ რომ ყველა რაღაც ძირითად მაგით არის დაკავებული. შეიძლება გითხრათ რომ რავი დროის უდიდეს ნაწილს როგორც პოლიტიკური ჯგუფები, ისე სამოქალაქო ჯგუფები ეხლა უთმობენ მაგას. მათ შორის სადღაც რაღაცებზე საკმაოდ წინაც არიან წაწეული. უბრალოდ არ მინდა ხა რაღაცები წინასწარ დავანონსო, მაგრამ რა ვიცი ეს პროცესი მიდის ორივე ფლანგზე და საბოლოო ჯამში ორივეს მიზანი არის, რომ საბოლოო ჯამში ყველა ძალები გაერთიანდეს როგორც ორივე ფლანგში გულისხმობ სამოქალაქო საზოგადოებას, ჯგუფების და არაპოლიტიკური ჯგუფებიც კი, რომ საბოლოო ჯამში ერთი დიდი რაღაცა საერთო ფრონტი შეიქმნას, უბრალოდ საუბარი არის იმაზე, ამ ფრონტის რაღაცა კონტურები როგორი უნდა იყოს და რა ვიცი, მე მჯერა რომ შეთანხმებად მივალ, შეიძლება შეთანხმება არ იყოს ისეთი, რომელიც რაღაცა ყოველას წარმოდგენაში იდეალური იქნება დასაწყისისთვის, მაგრამ მინიმუმ ის რომ საუბრები არის და კომუნიკაცია არის, ჩემს არის ძალიან დიდი მიღწევა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ნდობა მხოლოდ ესე გაჩნდება თუ რაღაცების კეთებას ერთად რაიმე კალენდარი თუ აქვს აი ამ საკითხს რომ მე მაქვს ერთი ჩემი კალენდარი რომელიც საერთოდ ვახსენე მე მაქვს ერთი ჩემი კალენდარი მინიმუმ ვიცით რომ ეხლა ორი ადამიანი არის გამოსასვლელი უახლოეს დღეებში ციხიდან ეს არის გიორგი ვაშაძე რომელიც პარასკევს დილით გამოდის ციხიდან შემდეგი არის ნიკა გვარამია რომელიც 12 თებერვალს უნდა გამოვიდეს ციხიდან მე მგონია რომ საჯაროდ არაფერი არ უნდა მოხდეს მინიმუმ პოლიტიკურ ჯგუფებში მანამ სანამ ეს ორი ადამიანი გარეთ არ იქნება იმიტომ რომ უბრალოდ
ადამიანური მომენტია, რომ ვიცით რომ გამოდიან და ეხლა რაღაცა გამოვარდე და რაღაცა გამოაცხადო, რომ მათ გარეშე რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ მათთან კომუნიკაცია არის, ჩემი აზრით იქნება არასწორი და მე მაგის წინააღმდეგი ვიქნები, თუმცა ამის მოთხოვნა ისედაც არ არის და ყოველას ესმის, რომ ეგ არის რეალობა. ამის მიღმა არ ვიცით ხვები, ეხლა ვიცით რომ ნიკამელიას მინიმუმ წელიწადი უწევს კიდე, ლაკას შემთხვევაში არ ვიცით რა როდის გამოუშვებენ, მაგრამ ამ ორ ადამიანზე რადგან ზუსტად ვიცით რომ ეს არის მინიმუმ ამას უნდა დავველოდოთ. ანუ ეგ არის ჩემი რაღაცა ჩემი გადმოსახედა მინიმალური რაღაცა კალენდარი რომელიც შეიძლება ახლა გქონდეს, მაგრამ გარდა მაგისა, ну რავი, რაღაცა დროს ეს წაიღებს ჩემი აზრით შეჯერება მათ შორის ამ ხედვების და როგორც კი შეჯერებდება და ეს ადამიანს გარეთ იქნებიან და ისინი ჩაერთვებიან ამ პროცესში დაწყებულა, მე რავი, მე გამოვიტანთ მაგას საჯაროთაც. ყოველ შემთხვევაში წინსვლა ამბობთ რომ არის. ჩემი აზრით კი. რავი, ეხლა თუ აღმოჩნდებიან ისეთი მოთამაშეები, რაღაც მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკოსი იქნება, ცალკე თუ პოლიტიკური ჯგუფი იქნება, თუ სამოქალაქო ჯგუფი იქნება, ვინც იქნება, რომელიც რაღაცა არ ვიცი რამ საერთო რაღაცა შეთანხმების და რაღაცების წინააღმდეგ წავალ, რავი, ხა ვერავინ ვერ დაუშვეს ცალკე რაღაცა ტიპის თამაშის წარმოებას, უბრალოდ მე მგონია რომ გაქრებიან ჩაოლებრად ისე როგორც ვიღაცები ქრებიან ახლა იმის გამო რომ რაღაც მომენტში გადაწყვეტეს რომ თავისი რაღაცები უნდა ეკეთებინა და ვერაფერსაც ვერ აკეთებენ და ხედავთ რომ ვერაფერსაც ვერ აკეთებენ. ხო, რავი, მე საბოლოო ჯამში მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მგონია რომ თავარი ამბავი აქ არ არის არც რაღაცა რომელიღაც პოლიტიკოსში ან პოლიტიკურ პარტიაში ან პოლიტიკურ ლიდერში, თავარი ამბავი არის ჯამში ადამიანებში ამ ქვეყნის მათ მოქალაქეებში, სადაც არის ეს ბრაზი, სადაც არის მათ შორის მოლოდინი, რომ რაღაცებს საბოლოო ჯამში ჩვენ ერთად გავაკეთებთ და ამ პოლიტიკურ დაკვეთას ვიღაცები უპასუხებენ, ვინც უპასუხებენ, ცხადია ისინი დარჩებიან ამ თამაში, ვინც არ უპასუხებენ, ისინი დარჩებიან თამაშგარ. ჩემს ძალიან მარტივი არის და მე ყველა შეხვედრაზე პოლიტიკოსთან იქნება, პარტიასთან იქნება, არ ვიცი, სამოქალაქო ჯგუფებთან იქნება, ჩემი პირადი დამოკიდებულება არის ეს, რომ მე პირადად არ ვიცი რამდენი დრო მაქვს გარეთ და ამიტომ მე არ მცალია თამაშების და ბალამუტისთვის უბრალოდ მაგისი დრო არ არის. ხო, არ ვიცი და მე ყველას ვეუბნები რომ მე ვარ რაღაცა რესურსი და რა ვიცი, მე ვხედავ ესე ამ რაღაცებს, მე შეიძლება რაღაცებზე ეგეთი ტიპი ვარ, ოკეი, რაღაც კონსენსუსებით სიარულის მომხრე ვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე სურათს ხედავ ესე და მხოლოდ აქ ხედავ გამარჯვების შანსს. თუ მომყვები ამ რაღაცებში, ხედვებში, პირველ რიგში და არ რაღაც მომყვები როგორც რაღაცა დიდეს, მაგრამ ხედვებში თუ მომყვები და თუ ესეა, ოკეი, შეგვიძლია მაშინ ერთად რაღაცა გავაკეთოთ. თუ არა, მაშინ მითხარი რა არის, ესე თუ არ არის, მაშინ როგორ არის რა და თუ ვერ მეუნები როგორ არის, მაშინ ოკეი, მე ვეცდები რომ გავაკეთო ის რაც მე წარმოვიდგენია არის სწორი და კიდე გამეორებ რომ მე რაღაცა მაიმუნობის და თამაშის და ბალამუტის დრო მე პირადად არ მაქვს ახლა ვიღაცა შეიძლება კიდე გქონდეს მაგის განწყობა, მე არ მაქვს არც შემთხვევაში. დიდი მადლობა ზურაბ ჯაფარიძე. მადლობა თქვენ. პასუხობდა ჩვენს კითხვებს.